მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემის გმირი ხრიდოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია, მაგრამ გადაცემაში ის ამ სტატუსის გამო არ გადაგვიღია. ნუკლი მჭედლიშვილი ბოლო რამდენიმე წელია ერთდროულად 1000-მდე ბავშვს უანგაროდ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უძველეს ქართულ ტრადიციულ საბრძოლო ხელოვნებას ასწავლის. მომდევნო 20 წუთის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორია ხრიდოლის მასწავლებლის და ფშაველი მოსწავლეების ურთიერთობა. მაშასე ნუკლი მჭედლიშვილის ისტორია იმედის გმირებში. მე ჩემ ოთახში, ჩემს ოჯახში ვინახავ ჩემი გვარის, ჩემი წინაპრების, ჩემი დედულის, მამულის ხსოვნას, სურათებით, ნივთებით, იარაღით, რა ვიცი, რაც შემორჩა ჩვენ ოჯახს წინაპრებისგან. ძალიან ბევრი რაღაც დაგვიტოვეს წინაპრებმა. ეს წინაპრები ჩვენ გვაკავშირებენ კახეთს და ფშავის ხევს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ამ ხეობიდან წამოსულა ჩემი დიდი პაპა, მამის დედის მხრიდან, უკანა ფშავიდან, ხოშარის თემიდან, გაბიდოურთ თემგვარიდან იყო ის წარმოშობით და იყო ბაჩანას კლასელი, ვაჟა-ფშაველას ძმათნაფიცი. მოგვიანებით იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან. თითქოს ის სატკივარი, რაც პაპას ჰქონდა გულში, ერთ პაპასაც და მეორე პაპას საინგილოდან და ფშავის ხევიდან გამოყოლილი, მე შევეცადე, რომ ჩემი მოღვაწეობით რაღაცა შევშველებოდი იმ კუთხეს და რაღაც გამეკეთებინა ფშავის ხევისთვის. და ის საქმე ხრიდოლის საბრძოლო სისტემის აღდგენის საქმე, რომელიც ჩვენ 20 წლის წინ დავიწყეთ და დღეს ძალიან დიდ საქმედ იქცა. დღეს ის არის მთავარი საბრძოლო სისტემა თავდაცვის სამინისტროში, ის რამდენიმე ათეულ სკოლაში არის უკვე როგორც დანერგილი, როგორც საგანი ამ სისტემის მიხედვით გადის წვრთნას შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფები. ეხლა ჩვენ გვინდა რომ ეს მოედოს რეგიონებს და პირველ რიგში სწორედ ამ ვალის გამო დავიწყეთ ჩვენ ფშავის ხევიდან. ჩვენი მიზანია რომ მათ შეისწავლონ არა მარტო ხრიდოლის საბრძოლო სისტემა, არამედ ისინი მიხვდნენ რატომ უნდა დარჩნენ ხეობაში, რატომ უნდა აცოცხლონ ეს ხეობა, როგორ შეინახონ თავი ამ ხეობაში და როგორ დადგეს ეს ხეობა ფეხზე, ისევე როგორც იდგაოდეს. აქ არის დაახლოებით 50 ბიჭი მთელ ხეობაში დარჩენილი, თითქმის ყველას, ვისაც კი შეუძლია რომ დარბაზამდე მოაღწიოს, დადის და ვარჯიშობს. აი თქვენ ჩვენ ახლა ვდგავართ არაგველების წყაროსთან, 300 არაგველის გმირობა არ იყოს საქართველოს. ჩვენ გვჭირდება ათასები, რომ მათი გმირობა იყოს დიდ საქართველოს. ესენი წაადგნენ ამ ქვეყანას.
მოდით დედა, მოდით ჩაგილაგებთ და წადით მეცადინეობაზე არ დაიგვიანებთ. მოდით გიო, მოდით დედა, მოდით. დაგაგვიანდებათ. დროზე წადით და რომ მორჩება მეცადინეობა, მალევე მოდით. დაგვდეთ თუ მოფალთ თქვენთვის. აჰა, წადით დედიკო. ჭკვიანად მოიქეთ გიო ეს შენია. ეს ზვიადი ეს შენია, არა გერიდეთ პარკერი. თუ გინდათ დაწვდეთ. არ გინდათ? აჰა, წავედით აბა. წავედით. წავედით, არ გააბრაზოთ. იარეთ არ დაგაგიანდეთ. ჩემი ორი შვილი დადის ხრიდოლიზე მეცადინეობაზე ნუკრი მასწავლებელთან. ძალიან კარგი ადამიანია. ასწავლის არა მარტო ჭიდაობას, ასწავლის მეგობრობას, ასწავლის სიყვარულს, ურთიერთობას ბავშვებს, ყველაფერს სიკეთეს ასწავლის და ძალიან კმაყოფილები ვართ. უმეტეს შემთხვევაში ეს ადამიანი ჩვენ მაგივრობასაც კი უწევს ბავშვებს. სიხარულით გარბიან ბავშვები ნუკრი მასწავლებელთან და ნუკრი მასწავლებელიც არ აყოვნებს თოვლში, ქარში, წვიმაში ხელფასიანი მასწავლებლების როცა გვაქვს იმის პრობლემა რომ ვერ მივიდეთ სკოლაში, ნუკრი მასწავლებელი ქველმოქმედებას აკეთებს და არც ერთ შემთხვევაში მეცადინეობას არ აცდენს. დაჰყავს შეჯიბრებაზე ფორმები, ფაფახები, სულ თვითონ შეუძინა და მოუტანა გარდა იმისა, რომ უფასოდ ემსახურება, აწვავს, ასხავს და რა ვიცი, სულ თავისი ხარჯებით ამეცადინებს ამ ბავშვებს. არაფერი არ იყო აქამდე ეს ბავშვებს არავითარი განვითარება სპორტის მიმართ არაფერი არ იყო და ეხლა რაღაც მონდომება არის, რაღაც წარმატებები აქვს და პირადად შესანიშნავია და აღსანიშნავია მისი აქ მოქმედება, მისი აქ მოღვაწეობა და კმაყოფილები ვართ ესეთ ძალიან კმაყოფილები ვართ. მე პირადად როგორც ჩემი შვილები ორი შვილი მყავს აქ რომელიც ამ საქმეს ჩართულია და ყველაფერს აკეთებს თავისი ფული. დაუზოგავად შრომობს ამ ბავშვების გულისთვის. როცა შეჯიბრზე წასვლის დრო არის, ზოგს მაგალითად ფული არ აქვს. თვითონ იღებს თავის ჯიბიდან თანხას, მიჰყავს ბავშვები და გულს არ ასწრებს არანაირად. თოვლია, წვიმა, სეტყვა თუ რა ვიცი, წყალდიდობა, ამას არაფერ ხებს ესეთი რაღაცები ჩვენი ბავშვები და ჩვენი შვილების გულისთვის მოდის, რომ ბავშვებს რაღაცა წარმატება და რაღაცა ხალისი მისცეს. საქმოსვლა რო თქვას კაცმა არის როგორც აი ღმერთის გამოვლენილი ადამიანი ამ შავი სხევისთვისა და აქაური ბავშვების მიმდევრ. ამათვის არაფერი არ არსებობდა აქამდე. ეხლა უკვე ინტერესი აქვს რაღაცის უკვე იცია რა უნდა აკეთონ, იცია რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი აქვს არჩეული და რა ვიცი. არ ვიცი. ნუკრი ყველაფერი ამ ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა მშობლებისთვისაც.
გაიგოცხდა ნებისმიერ საქმეს, რასაც არ უნდა იწყებდე ადამიანი სადღაც გულის გულში გაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ის არ იყოს და ის არ გამოვიდეს, რაც გაქვს გულში და მე ახლა ბედნიერი ვარ, რომ ის რაც ეჭვი იყო სუნთლად გაიფანტა და დღეს 40-ზე მეტი ბავშვი ჩოხით არის შემოსული დგას საბრძოლო ხალიჩაზე და მათ არა მარტო საბრძოლო ხალიჩაზე დაეტყოთ თავიანთი ფიზიკური მზადყოფნა, არამედ როგორც მასწავლებლები მეუბნებიან სკოლაში, ისინი სხვანაირად მოსწრებულები გახდნენ სკოლაში, მათი სწავლის დონეც ამაღლდა და ერთგვარად მათ უკვე გაიგეს რისთვის ცხოვრობენ, რა არის მათი საბოლოო მიზანი და ხვდებიან, რომ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად უნდა იყვნენ სრულყოფილები, მხოლოდ ასეთები გამოადგენენ თავის ქვეყანას, თავის ხეობას და ამ საქმეს მიბაძავს კიდე არაერთი ხეობა და არაერთი კუთხე საქართველოსი. ქართველთა ხედრული კოდექსი სამამაცოს მე 365-ვე წესი ერთ მთავარს გვავალებს და ამ მთავარში ბრძოლის დროს სამი არის უმთავრესი. პირველი უნდა იცოდეთ, რომ როცა იარაღს კიდებთ ხელს, უნდა იყოთ მართლები და არავითარ შემთხვევაში თქვენ არ უნდა დაიხარჯოთ იარაღით უსამართლო საქმეში. პირველი და მთავარი წესი არის, რომ უნდა იყოთ მართლები. მეორე წესი უნდა იბრძოლოთ მშვიდად. თუ იბრძოლებ და აფორიაქტები ბრძოლის დროს და თუ დაიწყებ, თუ გაბრაზდები, იცოდეთ, რომ შეიძლება დამარცხდე და იქ არაფერი არ იყოს. საშიშროებო მარცხისაგან იმის გამო, რომ შენ აფორიაქტი, იმის გამო, რომ შენ გაბრაზდი, შეიძლება დამარცხდე. ამიტომ იცოდეთ, რომ მეორე წესი, რაც არასდროს არ უნდა დააგვიოთ, არის ის, რომ უნდა იბრძოლოთ მშვიდად. და მესამე წესი, აი რაც ახლა ამ წუთას ვყვება ჩვენ ამ დარტყმის შესრულებისას, უნდა იბრძოლოთ დანდობით. გაუფრთხილდეთ მეტოქის ღირსებას, გაუფრთხილდეთ მეტოქის სიცოცხლეს. არასდროს არ უნდა გაწიროთ თქვენი მოწინააღმდეგე. 1 2 3 4 5 6 7 ყურადღებით გასწორთ ხაზი. ჩაიმუხლა ყველა ადგილებზე. მიესალმეთ. აუთხილით ერთმანეთს არ არის დიდი ადგილი. შო. დევანა. თევზე დამები გააგზავნე. ამიჯერებო. ჩაადარეთ გაკეთე. ვიوارჯიში. შავი არის ერთადერთი კუთხე მთელ საქართველოში, სადაც არც ერთი ციხე არ აღუდგენია სახელმწიფოს ქვეყანას. ანა შეიძლება ხარობია ეხლა აი ამ შაბათკვირას ეგ არ მოიწევს. არ მოიწევს. ეგ მოვიწევს მოუარსაბათ. ალბათ ის ჯურის. იქიდან მოყავშენ დაახლოებით 40-50 კაცს მე წამოვიყვან. მე მინდა რომ ჩემი მხრიდან რაც შემეძლება ის გავაკეთოთ. ხეობისთვისაც და საქართველოსთვის იქნება იქ რაც იქნება. ხოშარაში თუ აღდგა ციხეები, თუ სათუთმეტო ჯვრის სამრეკლო აღდგა, თუ ის ჩაქცეული სალუტეები აღდგა შავის ხევზე მოსულ სტუმარს შეეძლება. ერთი რაღაცა მაინც იქნება ისეთი, რომელსაც შეიძლება რომ შეხებოს. მოგვესწრო, რო იტყვან ეს ადამიანი მოგვესწრო. ეხლა კიდევ დაგეგმილი აქვს იმისთანა კარგი საქმე. უკანაფშავში არის ერთ-ერთი სოფელი, ხოშარა, სადაც ძველი სოფელია და დანგრეულია სულ და დაწყებული აქვს სამუშაოები, მოდის მოჰყავს თბილისიდან
თავის მეგობრები, მოსწავლეები, ყველა ეხმარება აქედან ადგილობრივიც ეხლა რომ გაიგეს რომ ის იქიდან მოდის და ესეთ კარგ საქმეს აკეთებს, ასუფთავებენ იმებს, აღადგინეს, ნაწილობრივ უკვე აღადგინეს და აი ეხლაც მაგალითად გეგმავს უკვე რომ იქიდან მოჰყავს ბევრი ახალგაზრდობა, ბევრი ძალა საჭირო რომ იქ მანქანით ვერ მიიტანს, ტრანსპორტი არ არის და უნდა ხელით მიზიდონ ქვაც და ყველაფერი უკნა გაასუფთა უნდა. რა ვიცი, ესეთი ადამიანი ძალიან დასაფასებელია დღევანდელ ცხოვრებაში, რომ ესეთი არის ნუკრი მჭედლიშვილი. არის კორტი. მე ხობით მიზოგი მანქანა. რა თქმა უნდა, სწავლის ხარისხმა მოიმატა და ვაჟები გახდნენ აბსოლუტურად სხვანაირები, რაინდები და ჯერ ესედაც ის გენეტიკურად არსებობს მთიელებში და ეს მიმოხურა ბავშვების ეს პასუხისმგებლობა კიდევ დაუშვათ სწავლის მიმართაც ეს ნამდვილად ამაღლდა და ამ ფერის ცვალებას ბავშვებში ნამდვილად ვამჩნევთ ჩვენ სულ ყველანი. მე არაფერს განსაკუთრებულს და უცნაურს არ ვაკეთებ. ჩემი მიზანია, რომ თითოეული ქართველი ერთგულ მხედრად გაეზარდოს თავის ქვეყანას. თუ დღეს ფშავის ხევზე 40 ლაშარის ყბა ვარჯიშობს და ებზადება ხვალინდელი სამამულო საქმისთვის, ჩვენ მივალთ და მე მივალ პირადად ყველა იმ ხეობაში, სადაც შევძლებ და ვასწავლი აქ საქმეს ყველა ქართველს, ვისაც კი ამის სურვილი ექნება. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ დღეს ჩვენი ფშაველი ხრიდოლიონებიდან არც ერთი არ დარჩენილა საპრიზო ადგილების მიღმა. ისინი დღეს გამარჯვებულები ბრუნდებიან ხეობაში.